თქვენ არ იცით, მე კი ვიცი რა უთხრა ირაკლი კობახიძემ ერევანში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ ლიდერებს. უფრო ზუსტი რომ ვიყოთ ზოგიერთ მათგანს, არა ყველას, არამედ ზოგიერთ მათგანს, მაგალითად ემანუელ მაკრონს 17-18 წამით გადაეკვეთა თავიდან და კიდევ ჩემს ხელთან არსებული ინფორმაციით მაკრონთან ჰქონდა ასევე ტელეფონში შეხვედრა დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში შეხვედრა თუ ჰქვია ამას. ირაკლი კობახიძემ მაკრონს და არა მხოლოდ უთხრა, სთხოვა, შესთავაზა, თუ გრებავთ ასე ვიტყვი, ჩამობრძანება საქართველოში მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძემ გააკეთა იმის გამო, და ამაზეც ვილაპარაკოთ ღიად, იმის გამო, რომ ბიზინა ივანიშვილმა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არც თუ დიდი ხნის წინ თუ სწორი სიტყვა უსაყვედურა ან მიჯირყვნა, მიჭირხნა ირაკლი კობახიძე ერთი კონკრეტული საბაბით თუ მიზეზით თუ ერთი კონკრეტული ბიზინა ივანიშვილის ენაზე რო ვილაპარაკოთ პრიჩინისა და გამო, კერძოდ ბიზინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს და საერთოდ საქართველოს მის მიერ დანიშნულ მთავრობას უსაყვედურა დაახლოებით ამ სიტყვებით, რა ვერ მოხდა, რატომ ვერ ხდება თქვენი აღიარება, თქვენი ცნობა, აღიარება, თქვენი ლეგიტიმაცია, რატომ არ გაღიარებთ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენ ხომ არჩევნები მოვიგეთ, ჩვენ ხომ ყველაფერს ვაკეთებთ, ბიზინა ივანიშვილის წარმოდგენით ყველაფერს აკეთებენ მაგალითად იმისთვის, რომ საქართველოში ომი არ იყოს, ჩვენ ხომ რაღაცა რეფორმებს ვატარებთ, ჩვენ ხომ რაღაცა ინდექსებში თუ რეიტინგებში დაწინაურებულები ვართ, ჩვენ ხომ და ამის მიუხედავად მოდი ამიხსენით, რატომ არ გაღიარებთ თქვენ საერთაშორისო თანამეგობრობა წადი, მოდის ვიხდი წადი წაეთრიე, ასე არ უთქვამს, მაგრამ მაინც ერევანში დაესწარი ამ ევროპული საბჭოს, კი არა ევროპული ქვეყნების ლიდერების სამიც, პოლიტიკურ სამიც და ზოგიერთ მათგანს თუ გნებავ შევითანხმეთ, თუ გნებავს არა, შეუთანხმდის თხოვე შესთავაზე, რომ ისინი ჩამობრძანდნენ საქართველოში და ადგილზე შეისწავლონ ვითარება, გავმართოთ უმაღლესი დონის შეხვედრები და ასე შემდეგ, საქართველო ევროპული ქვეყანაო, მაინც ევროპული ქვეყანაო, გავაოცოთ, მოდიო, ბიზინა ივანიშვილის ოდინდელი სიტყვა გავიხსენოთ, რომ გავაოცებ დემოკრატიის ხარისხით, გავაოცოთ, მოდი, ევროპელი ლიდერებიო და დავუსაბუთოთ, რომ თუ რამ შეცდომები დაგვიშვია, შეცდომებს არ აღიარებს ბიზინა ივანიშვილი ცხადია, მაგრამ თუ რამ მათთვის მიუღებელი ნაბიჯები გადაგვიდგამს, ამიტომ მაგალითად ელენე ხოშტარია იმიტომ არის საპატიმროში, რომ ის არის რაღაც სისხლის სამართლის დამნაშავე, ან ნიკა მელია იმიტომ არის საპატიმროში, რომ ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე, წყალი შეასხა მოსამართლეს, ან რომელიმე სინდისის პატიმარი, მაგალითად ზია ამაღლობელი, იმიტომ არის საპატიმროში, რომ მან რაღაც პოლიციელზე იძალა და ასე შემდეგ და პაჟმა ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება ერევანში წასვლის თაობაზე და მიიღო მოწვევაც, რაც საკვირველია, მაგრამ მისი ამოცანა იყო და არის, რომ ზოგიერთ ლიდერს შესთავაზოს საქართველოში სტუმრობა სწორედაც 26 მაისს ოღონდ. ოღონდ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა მე ვიტყვი. ბიზინა ივანიშვილს ცალკე და ირაკლი კობახიძეს ცალკე ვერ გაუგიათ, რომ ლიდერების მოწვევა არ ხდება ასე პირველ ყოვლისა. მეორე, ლიდერები იმ შემთხვევაშიც კი თუ თანხმობას განუცხადებენ მომწვევ მხარეს, ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძეს ჩამოსვლის თაობაზე, უბრალოდ ბოლო მომენტში მოიმიზეზებენ და იტყვიან, რომ ვერ ესტუმრებიან ამ შემთხვევაში საქართველოს, იმიტომ რომ სხვა გეგმები აქვთ. და მესამე, არაადეკვატურ სახელმწიფოში, რაც არ უნდა შესთავაზო, არაადეკვატურ სახელმწიფოში, მათ შორის საკუთარ რეპუტაციას რომ უფრთხილდებიან, იმიტომ ლიდერები, მსოფლიო ლიდერები უბრალოდ არ ჩამოდიან და საქართველო ყველა სხვა, ან პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოსაგან განსხვავებით ამ სივრცეში სწორედაც რომ არაადეკვატური სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებასაც უნდა რომ გადააგოროს ერთი პრობლემა, ოღონდაც კი მიიღოს ლეგიტიმაცია საზოგადოებას შიდა აუდიტორიას უთხრას, რომ აგე მაკრონი მაღიარებს, აგე მელონი მაღიარებს, აგე ევროკავშირის ლიდერები მაღიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთსაც, მეორესაც და მესამესაც პრაქტიკულად ვაგინებ, უშუალოდ მე ან ვაგინებინებ ჩემს პროქსი მედიას, პროპაგანდისტურ მედიას, სანქცირებულ მედიას და აგრეთვე ვაგინებინებ მაგალითად რაღაც პროქსი ექსპერტებს ან პროქსი ვითომ ექსპერტებს და პროქსი პარტიებს ხალხის ძალას გულისხმობ პირველ ყოვლისა, მე ვაგინებ, მაგრამ ისინი მაინც მელაპარაკებიან. აი ეს ამოცანა დგას ირაკლი კობახიძის წინაშე, მას არანაირი სერიოზულ თემებზე შეხვედრები რასაკვირველი არ ექნება, 15, 17, 20, 25, 47 წამით გადაეკეთება ყველას არა ისიც, ზოგიერთ ლიდერს
გადაიღებს 7, 8, 15 ან 58 ფოტოს, რომელსაც გაავრცელებს იმედი, რუსთავი-2 საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასე გვამცნობენ თითქოს რამ შეხვედრები ჰქონდა ირაკლი კობახიძეს რეალურად, არანაირ სერიოზულ ან არასერიოზულ თემებზე არ ისაუბრებს არც ერთ, არც მეორე და არც 50 ლიდერთან და ვისაც შეხვდება, ვისაც გამოიჭერს თუ სწორი სიტყვა, შესთავაზებს ერთს და ერთადერთს. გვესტუმრეთ საქართველოში, ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მიმდინარე წლის 26 მაისს ტრადიციულად და შესაბამისად ადგილზე დარწმუნდით, გავმართოთ შეხვედრები, აღვადგინოთ ურთიერთობები და ვერ მიიღებს ირაკლი კობახიძე დაპირებასაც, კი მეთქი თუ ასე ვიტყვი, არ გადავაჭარბებ და დაპირება რომს მიიღოს, სიტყვა რომს მიიღოს, ევროპელი ლიდერები ამ სიტყვას უბრალოდ არ შეასრულებენ, გაგახსენებთ ერთ ამბავს. ეხლა 4 მაისია, დღეს 4 მაისია, გასულ თვეში თუ არ ვწდებით 15-ში თუ 14 აპრილს ემანუელ მაკრონს უკვე მეორე თუ მესამედ ხსენებულს სულ სხვა გეგმა ჰქონდა მაისის თვის დასაწყისისთვის, მას რამდენიმე ფრანგული ქალაქი უნდა მოევლო და იქ უნდა შეხვედრო და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკურ ლიდერს და რამდენიმე შეხვედრა უნდა გაემართა თუ არ ვწდები სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, მაგრამ მაკრონმა ეს შეხვედრები გადადო და ეს შეხვედრები კი არა, სულ სტარმერთან, მერცთან ან სხვებთან ქონოდა დაგეგმილი შეხვედრები, იმ შეხვედრებსაც კი გადადებდა, თუ მიიღებდა მოწვევას ერევანიდან, იმიტომ რომ სომხეთი არის ადეკვატური სახელმწიფო. დიახ, ადეკვატურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს არ არის DST-ს წევრი, მაგრამ არა ადეკვატური სახელმწიფოა. სომხეთი DST-ს წევრია, მაგრამ ადეკვატური სახელმწიფოა. სომხეთის დინამიკა არის აღმავალი, საქართველოს დინამიკა არის დაღმავალი. სომხეთის ნახტომებით მიეშურება ევროკავშირისაკენ, გეზი აუღია ევროკავშირისაკენ 5-7-15 ნაბიჯს დგამს წინ და მე ტაქტიკური მოსაზრებების გამო 2-3 ნაბიჯით იხევს უკან საქართველოს 15-17 25 და 58 ნაბიჯს თავქუდ მოგლეჯილით გავს მირბის რუსეთისაკენ, ანუ ჩრდილოეთისაკენ, ანუ ჯოჯოხეთისაკენ და საქართველოს არ არის კვლავ ვიმეორებ DST-ს წევრი. საქართველოს ბევრ რეფორმაში უსწრებს სომხეთსაც, მოლდოვასაც, უკრაინასაც, ვინც ის მონტენეგროსაც და სხვებს, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ადეკვატური არ არის და სლაგეზი აუღია ჩრდილოეთისაკენ და დინამიკა საქართველოსი არის ასეთი კატასტროფული, აქედან გამომდინარე მასთან ურთიერთობის დაჭერას, ურთიერთობის დამყარებას არავინ ეშურება, ესეც რომ ვიცოდეთ ბარემ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ილია ჭავჭავაძე თუ გახსოვთ და სულ სიტყვას აღვიდგინ ახლა მე ესე იგი ილია ამბობს ამგვარ რამეს მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, ხო გახსოვთ ეს სიტყვა ბოდიში მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა სუსტი სიტყვა მჭირდება უბრალოდ და იმიტომ მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი და მოძრაობს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაგან არა, უბრალოდ ის მოძრაობს ჩრდილოეთისაკენ და მისი ლიდერის ირაკლი კობახიძის დღევანდელი მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებებზე ერევანში მხოლოდ ფორმალობაა და მეტი არაფერი და აკი გითხარით, იმიტომ გაუშვა, იმიტომ მისცა უფლება წასვლისა ერევანში წასვლისა ბიზინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს, რომ ირაკლი კობახიძემ ერთადერთი სიტყვა თქვას: ჩამოდით, გვაღიარეთ, გვცანით, ოღონდ მეორე დღეს დაიწყოს თუ გააგრძელოს გინება ევროკავშირისა და ან აგინოს რომელიმე სახელმწიფოს, ან აგინოს რომელიმე სახელმწიფოს ელჩს, ან აგინებინოს რომელიმე სახელმწიფოს ელჩისათვის, ან სახელმწიფოს, ან საგარეო უწყებას, ან საერთო მთავრობის თავმჯდომარეებს, ან ქვეყანას როგორც ასეც და ასე შემდეგ. ეხლა რატომ არის ბიზინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღიარება და ლეგიტიმაცია? იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი შესანიშნავად ხდება, რომ მარყუჟი მისი კისრის გარშემო ვიწროვდება და ასე უბრალოდ ვეღარ გააგრძელებს. მას ჭირდება ლეგიტიმაცია, ოღონდ უგუსით როგორი ლეგიტიმაცია? მე გავაკეთებ რასაც მინდა იმას ამ ქვეყანაში, ოღონდ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისაყვედროთ, არ უნდა მიმითითოთ, არ უნდა შემაცვლევინოთ პოლიტიკა, იმიტომ რომ მე სუვერენი მმართველი ვარ ამ ქვეყნისა, ისევე როგორც ნებისმიერი აგეთ ალიევი არის აზერბაიჯანის ლიდერი და თუ ალიევს პატიობთ რაღაცებს, მაშინ მეც მაპატიეთ ის რომ გარკვეულ საკითხებში თქვათ ჩამოვრჩები, ან გარკვეულ საკითხებში ჩამოვრჩები ევროპას, ან გარკვეულ საკითხებში ავტორიტარიზმისკენ ვიხრები. თუ ალიევს ეპატიება, რატომ არ მეპატიება მე მას ვერ გაუგია რომ საქართველოს სხვა დონეზე იყო
და ვინც უფრო განვითარებული იყო დემოკრატიის თვალსაზრისით, მისი რეგრესია დაუშვებელი, ხოლო ვინც განუვითარებელი იყო, მის პროგრესს რასაკვირველია მიესალმებიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ დასწევია, ვერ დაეწევა, ან ვერ ეწევა მოცემულ ეტაპზე, მაგალითად სომხეთი, საქართველოს ან აზერბაიჯანი, საქართველოს მით უფრო აზერბაიჯანი, საქართველოს თქვათ დემოკრატიის კუთხით, თუმცა სომხეთი არათუ ეწევა საქართველოს დემოკრატიის განვითარების კუთხით, არამედ უკვე მნიშვნელოვნად ჯაბრის კიდეც თუ ვიქნებით გულახდილები და ეს არის სომხეთის ადეკვატურობის ერთ-ერთი მადასტურებელი. მოკლედ ბიზინა ივანიშვილმა ეს ამოცანა ან ეს დავალება მისცა ირაკლი კობახიძეს და ამ წინადადების მეორე ნაწილი უფრო საინტერესოა და უთხრა დაახლოებით შემდეგი. თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებ, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთ თვეში, თვენახევარში, ორ თვეში შენ ვერ უზრუნველყოფისე, რომ აღიაროთ საქართველოს ქართული ოცნების მთავრობა, ამ შემთხვევაში შენ მოგიწევს თანამდებობასთან დამშვიდობება, შენ და არა მხოლოდ შენ, არამედ მთელს შენს გუნდს, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო საქართველო, ამას კი ამბობს ბიზინა ივანიშვილი, ამას კი ეუბნება ირაკლი კობახიძეს, მაგრამ რეალურად ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველია საკუთარ თავსა და ოჯახს გულისხმობს. ირაკლი კობახიძე აკი ამიტომაც ისტერიკაში მყოფია, მეთქი ასე ვიტყვი. ჯერ ერთი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ირანში უკაცრავად ერევანში ვისაც შეხვდება ყოველ მეორეს ეხვეწება და ეპატიჟება საქართველოში 26 მაისოდ და მანამდე ერთი კვირით ადრე დაახლოებით დღეიდან რუბიანგარიშოთ თქვა ამგვარი რამ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედგება კომუნიკაცია, აგერ ნახავთ, უბრალოდ დეტალებს ვერ გავამხელო. ირაკლი კობახიძეს გონია, მე წინა ვიდეო ბლოგში ვთქვი, ირაკლი კობახიძეს გონია, რომ თუ წერილს გაუგზავნის მარკო რუბიოს, თუ მოიპატიჟებს ჯეი-დი ვენსს, თუ საელჩოს მიმართავს თხოვნით, რომ როგორმე უშუამდგომლოდ სახელმწიფო დეპარტამენტში ან საერთოდაც თეთრსახში და მოიწვევს რომელიმე კონგრესმენი ფეხზე კიდია საბოლოო ჯამში, მაგრამ რაი აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი შეერთებული შტატებისა, ამას გონია, რომ ისინი სიამოვნებით დასთანხმდებიან და ჩამოვლენ საქართველოში, და ჩამოვლენ და ირაკლი კობახიძისთვის და ბიზინა ივანიშვილისთვის სასარგებლო მესიჯებს გაახმიანებენ და ლეგიტიმაცია სამქართული ოცნებისა შეუწყობენ ხელს. არ მოხდება არც ასე ინტრონიზაცია რომც დაამტკი 26 მაისს სვეტიცხოველში, არც ჯეი-დი ვენსი, მაღალი ალბათობით არც მარკო რუბიო არ ჩამოვლენ ხოლმე მე ამის არ გჯერა და თუ ჩამოვლენ ისინი რასაკვირველია იტყვიან თავარს, მოდი ვიტყვი ასე, რომ საქართველოში დემოკრატია ილახება, საქართველოში დემოკრატია აღარ არსებობს, საქართველოს დემოკრატიული ინდექსი კატასტროფულ მდგომარეობაშია, საქართველოს დემოკრატიული წინსვლა პირიქით რეგრესს განიცდის, ანუ წინ არ მიდიხართ ან ერთ ადგილას ხართ გაჩენებული, ან საერთოდაც რეგრესს განიცდით და ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი, ეს არ არის აღიარება, სხვა ჯეი-დი ვენსმა გასულ წელს 25 წელს თებერვლის მიუნხენის კონფერენციაზე და მარკო რუბიომაც წლევანდელ თებერვლის კონფერენციაზე პრინციპში ერთი და იგივე მესიჯი გაახმიანეს, როცა თქვეს დაახლოებით შემდეგი წინადადება, რომ ჩვენ შესაძლოა დაველაპარაკოთ მთავრობებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათ ლეგიტიმაციასო, ეს პრინციპში ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის ესეთი დოქტრინალური მიდგომაა, მეთქი ან კონცეპტუალური მიდგომაა, მეთქი თუ ამას ვიტყვი გადაჭარბებული, სულაც არ იქნება მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემოთერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი, ოღონდ ილია რასაკვირველია მოძრაობას გულისხმობდა წინ მოძრაობას ევროპისაკენ, მოძრაობას საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცებისაკენ, ხოლო ბიზინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე პირიქით არ მოძრაობენ და თუ მოძრაობენ, რასაკვირველია მოძრაობენ ჩრდილოეთისაკენ, მოსკოვისაკენ, არანაირი ლეგიტიმაცია, რომც ჩამოვიდეს ჯეი-დი ვენსი იქნება თუ ევროპელი რომელიმე ლიდერი, ან მარკო რუბიო და ევროპელი რომელიმე ლიდერი, რასაკვირველია არ მოხდება არანაირი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდისა, რომელმაც დაანგრია შიგთავსიან კონცეფცია ამ ქვეყნისა, ესეც უნდა ვიცოდეთ და კიდევ, რაც მთავარია, შენ დაემშვიდობებით თანამდებობას, შენ და შენი გუნდი, ეს არის ალბათ საკვანძო სიტყვა, რომელიც უთხრა ბიზინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს და მე გაგიმხელთ, რომ ორი კანდიდატურა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რამე რომ იყოს და ასე რომ მოხდეს და როცა ბიზინა ივანიშვილი ინებებს და როცა ბიზინა ივანიშვილი გადაწყვეტს, ორი კანდიდატურა ხავს მას შერჩეული პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ეს არის პირველი, ეს არის გელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი დღევანდელი, რომელიც ისიც თქვენ, უკაცრავად სუსის უფროსი დღევანდელი, რომელიც ისიც თქვენ, რომ გადმოიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და
ამ კაცს ენდობა ბიზინა ივანიშვილი, ოღონდ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გელაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა ბარ უნდა შეცვალოს პოლიტიკა პირველი, უნდა გაანთავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი და პოლიტპატიმარი, ამ მნიშვნელობა აქ რა გინდა რა მიზეზით, გააუქმოს ყველა ყობახიძის პირობებში მიღებული კანონი, გააუქმებინოს პაპუაშვილს და პაპუაშვილი საერთოდ აღარ უნდა იყოს თანამდებობაზე, ანუ რიგით პარლამენტარად უნდა გადაიქცეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე რასაკვირველია უნდა ჩანიშნონ ახალი არჩევნები და ხალხს მისცენ შესაძლებლობა რომ კიდევ ერთხელ გააკეთოს არჩევანი ხალხმა საზოგადოებამ და გააკეთოს არჩევანი გააკეთოს ობიექტურად და ობიექტური საარჩევნო გარემო იყოს შექმნილი და მეორე კანდიდატი არის ზურაბ პატარიძე, რომელიც ისიც თქვენ რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო და ახლაც ხელახლა დაინიშნა თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მას შემდეგ რაც ბატონი თამაზაშვილი სწორედაც რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის დააბრუნება შემთხვევითი ამბავი არ არის, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ამბავი მოხდა ალიევის საქართველოში ვიზიტს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პატარაძე დაანიშნა ბიზინა ივანიშვილმა, მოდი ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით, ალიევთან შეთანხმებით, ალიევთან გარკვეული კონსულტაციით, იმიტომ რომ ეს კაცი ალიევის წარმოდგენით ყოველ შემთხვევაში ადეკვატურია და მეც გეტყვით რომ კაცინებით ადეკვატურია, ვიდრე ირაკლი კობახიძე, პრინციპში ეს არ არის დიდი სირთულე ნებისმიერი საჯარო პირისთვის, ბიზინა ივანიშვილის მიერ შერჩეული ირაკლი კობახიძე ყველაზე არაადეკვატურთა შორის მეთქი თუ ვიტყვი ამას არც ეს იქნება გადაჭარბებული. მოკლედ ბიზინა ივანიშვილმა ერთგვარი დედლაინები განუსაზღვრა ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს და ეს დედლაინები ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ამოიწურება არა უგვიანეს ივნისისთვისა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზინა ივანიშვილი მაინც და მაინც ივნისში გაანთავისუფლებს ირაკლი კობახიძეს, ამას არ ნიშნავს, კვლავ ვიმეორებ, გააჩნია რომელ ფეხზე ადგებაო, ასე რომ ამბობენ ხოლმე, მაგრამ არ გამორიცხოთ, რომ მანამდეც კი მიიღოს ოლიგარქმა ეს ირაკლი კობახიძისთვის მძიმე, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპში მაინც კარგი გადაწყვეტილება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სომხეთი კი წინ მიიწევს. სომხეთი DST-ს წევრია, მაგრამ წინ მიიწევს. საქართველოს DST-ს წევრი არ არის, მაგრამ დინამიკას თუ დავაკვირდებით, ის უფსკრულში იჩეხება. ნახვამდის.